ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა. გომელაურის წერილობითი მიმართვა სამინისტროს ვებგვერდზე დღეს დილით გამოქვეყნდა. კობახიძის მთავრობის უკვე ყოფილი წევრი წერს, რომ პოსტიდან გათავისუფლების თხოვნით გუნდს თავად მიმართა, რადგან სურს ოჯახს მეტი დრო დაუთმოს. გომელაური წერილში მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო გუნდსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. ყოფილი ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ რჩება ქვეყნისა და ქართული ოცნების ერთგული და თუ საჭიროება მოითხოვს, მზად არის გუნდს გვერდში ისევ დაუდგეს. საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო იოლი მისაღები. ამდენი წლის მანძილზე უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნა ძალიან შრომატევადი საქმეა და დიდ ენერგიას მოითხოვს. დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა თავისუფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს, მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მიერ გამოცხადებულმა ნდობა მომცა შესაძლებლობა უმაღლესი თანამდებობებიდან მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს და მთლიანად სამთავრობო გუნდს, რომლის თანადგომას ყოველთვის გრძნობდი და რომელიც ჩემს ამ გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს. წარმატებები მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს და მომავალ მინისტრს სამომავლო საქმიანობაში. რჩები ჩემი ქვეყნისა და გუნდის ერთგული. ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ გელა გელაძემ შეცვალა. ოცნების მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ გომელაურს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ახალ მინისტრს კი წარმატება უსურვა. გასული 4 წლის განმავლობაში ბატონ ვახტანგ გომელაურს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი რევოლუციის 4 მცდელობის აღკვეთაში. მისი დამსახურება აქ არის განსაკუთრებული და ამისათვის მას განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის. ბატონი ვახტანგი არის ღირსეული კაცი, მას მინდა უსურვო წარმატებები სამომავლო საქმიანობაში, ეს არის ჩვენი მეგობარი, წარმატებები მას ყველაფერში. მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დღეს დაინიშნა ბატონი გელა გელაძე. ბატონი გელა არის გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტი, მას აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი. გარდა ამისა, წლების განმავლობაში ის მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, იუსტიციის სამინისტროში, საშუალებისა და პრობაციის სამინისტროში. ოცნების ახალ შინაგან საქმეთა მინისტრს გელა გელაძეს ძალოვან უწყებებში მუშაობის გამოცდილება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან აქვს. ბანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობისას 2004-2006 წლებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. მათ შორის იყო სოდის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი. ნიკა გვარამიას და ეკა ტყეშელაშვილის იუსტიციის მინისტრობისას გელა გელაძე ასევე მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და დეპარტამენტში მრჩევლად. დიმიტრი შაშკინის განათლების მინისტრობის პერიოდში კი გელაძე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების გუნდს მხარდაჭერისთვის. ასევე ძალიან დიდი პატივისცემით მინდა მიმართო ბატონ ვახტანგ გომელაურს. მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი და წვლილი შეიტანა ბოლო წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემთვის დიდი პატივია ასევე რომ უხელმძღვანელო ამ უწყებას და ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახურო ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო პრემიერო გამოცხადებული ნდობისთვის. ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი უკვე წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ვახტანგ გომელაურიც. მან გელა გელაძეს პოსტზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ყველას მინდა მადლობა მოგიხადოთ, ასე ვთქვათ, გუნდს, ჩვენს გუნდს, პოლიტიკურ გუნდს გვერდში დგომისთვის, მართლა 10 წელი ცოტა არ არის, ყველას მოგეხსენებათ. ურთულესია თუნდაც უსაფრთხოების სამსახურის მიმართულება, მით უმეტეს ბოლო რამოვლენების განვითარდა უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დროსაც, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროსაც, რაც ბატონო პრემიერმა ახსენა, ესე ვთქვათ, ვიტყოდი ხაზგასმით ბრძოლები რუსთაველზე არ ქონია, მართლა 90-იანი წლების შემდეგ, რაც ქონდა ნამდვილად და გადავიტანეთ ეს და შევინარჩუნეთ ეს სუვერენიტეტი და სახელმწიფო, ესე ვთქვათ. მინდა ყველა თითოეულ თქვენთანაც მადლობა გითხრათ ნამდვილად, თქვენ გვერდში ვიქნები ყოველთვის და რაც გააკეთეთ. თქვენ მე მარტო ვერ გავაკეთებ, თქვენთან ერთად გავაკეთე და თითოეული იგივეთან დაწყებული, დამთავრებული თქვენით. მინდა ყველას მადლობა გითხრათ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, მე მინდა
გელაძე არ არის უცხო თქვენთვის მიულოცო პირველ რიგში და წარმატებები უსურვო, არც ჩემთვის არ არის უცხო და ჩვენი ოჯახის წევრი ესე ვიტყოდი, რომ სასაჭირო იქნებით, თქვენ გულში იქნები ყოველთვის. წარმატებები და გამიხარდება ყოველთვის თქვენი წარმატება. ვახტანგ გომელაურის გადადგომა წინააღმდეგობის პლატფორმის სახელით ბრიფინგზე შეაფასა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სახეზეა ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლის პროცესი. პრაქტიკულად დღე არ გადის ისე, რომ ახალი ნიშანი იმისი, რომ ის პირველი წრე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ მას ამაგრებდა აქამდე, ის პირველი წრე იშლება. ეს არის დამახასიათებელი სხვათა შორის სანქციების, რომ ის მოქმედებს ჯერ ნელ-ნელა და მერე აჩქარებული ტემპით. მეორე ნიშანი ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ რეალურად ამ ბოლო გადაადგილებებით, ასე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი კარგავს იმ ადამიანებს, რომელიც მისთვის იყვნენ ყველაზე ახლო, ყველაზე სანდო ალბათ და მისი საყრდენი და რჩება რეალურად შიშველი და ანაბარა ერთი კობახიძესი, რაც არ არის ნაჩვენებელი იმისი, რომ ეს რეჟიმი შინაგანი ძლიერებით სარგებლობდეს. ვახტანგ გომელაურს 2024 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა მაგნიცკის აქტის ფარგლებში ფინანსური სანქციები დაუწესა. გომელაური დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმაც. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ივანიშვილი ახლა საკუთარ პარტიას ცივილიზებული სამყაროსთვის პოლიტიკურ კეთროვანად მიჩნეული პირებისგან ასუფთავებს. ივანიშვილმა შექმნა სისტემა, რის ფარგლებში საკუთარ მხარდამჭერებს და მონურ-მორჩილებაში მყოფ ჩინოვნიკებს ჯერ იყენებს და შემდეგ სანაგვეში მოისვრის. ამის ფაქტობრივი მტკიცებულება, მათ შორის დღეს გომელაურის გადადგომა, ივანიშვილი თავიდან იშორებს ყველა იმ პირს, ვინც დასანქცირდა მისი დანაშაულებრივი დავალებების შესრულების გამო. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და გქონდა ინფორმაცია, რომ გომელაური აპირებდა გადადგომას, გვაქვს ინფორმაცია, რომ გადადგომისთვის ამზადებენ ვაჟა სირაძეს, ეგრეთ წოდებულ ხარებას და ასე შემდეგ. ივანიშვილი თითოეულ სანქცირებულ პირს და ჩინოვნიკს მოიშორებს და მოიცვრის სანაგვეში, იმიტომ რომ ის არის მისთვის ერთჯერადი ნივთები, რომელიც არ დაჭირდება მას. კიდევ ერთი ადამიანი მოისროლა სათამაშო ბიძინა ივანიშვილმა და მას აქვს ესეთ დამოკიდებულებები, რომ ნახმარს ვერაფერს ვერ იტანს და შესაბამისად ლილუაშვილის შემდეგ ახლა უკვე მისი ერთი კარგი ყმა, რომელიც რომ გააგდოს სხვათა შორის ნეტა თუ კითხა სად მიდის გომელაური წასასვლელიც აღარსად არ აქვს, მაგნიცკის სიაშია, ფაქტობრივად ქვეყნის გარეთ ვერ გავა, ევროპაში ეს ადამიანი ვერ წავა, ამერიკაში ეს ადამიანი ვერ ჩავა, ვერსად ვერ წავა, ტერორისტების და მკვლელების სიაში ყავს შეყვანილი ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუმცა ბიძინა ივანიშვილს ეს არ აინტერესებს და მოისროლა, ესე ვთქვათ, ნახმარი ნაჭერივით და შესაბამისად ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ ეს ელის ყველას, იგივე სირაძეებს, კოლექტიურ ხარებებს პარტიაში სხვადასხვა დაჯგუფებების შორის როგორც ჩანს არის სხვადასხვა წინააღმდეგობები, არის განსხვავებული აზრები, რაღაც ბრძოლებში არიან და აი ეს არის ეს ყველაფერი ამის გამოძახილია. რეალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მინისტრი, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას ღებულობს ერთი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, არც ერთი სახელმწიფო უწყება არ ემსახურება ხალხს, არ არის დამოუკიდებელი, არ ასრულებს საკუთარ ფუნდამენტურ ფუნქციებს და აქედან გამომდინარე ვინ იქნება კონკრეტული მინისტრი, რა სახელი და გვარი შეიცვლება წინა სახელი და გვარი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. წავიდა თუ გაუშვეს, ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ, რომ გომელაური საკუთარი სურვილით გადადგა. ივანიშვილის თანაგუნდელების თქმით, ყოფილი ვიცე-პრემიერი ღირსეული მინისტრი იყო, რომელმაც ქვეყანას რევოლუციის რამდენიმე მცდელობა არიდა თავიდან. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი იყო ვახტანგ გომელაური, რომელმაც უშუალოდ მისი ჩართულობით, მისი ხელმძღვანელობით რამდენიმე სახელმწიფო გადატრიალების და დამხობის სცენარი აარიდა ქვეყანას თავს. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადაუხადო ვახტანგ გომელაურს გაწეული შრომისთვის, საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვო შემდეგ საქმიანობაში. მართლაც ღირსეული ადამიანი იყო, ღირსეული მინისტრი იყო, ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო, ახალ მინისტრს მინდა წარმატებები უსურვო ამ მნიშვნელოვან და საფასუხისმგებლო თანამდებობაზე. მას მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი იმაში, როდესაც ჩვენ საუბრობთ უსაფრთხო გარემოზე საქართველოში, საუბრობთ კანონიერების უზრუნველყოფაზე საქართველოში და განსაკუთრებით საუბრობთ იმაზე, რომ ზუსტად აი ამ არეულობების, რევოლუციების, მცდელობების, რომელიც გარედან იგეგმებოდა, რამხელა რესურსი, ფული
პროპაგანდისტური მხარდაჭერა მათ შორის გარედან იყო ამ ყველაფერში ჩადებული და მას მიუძღვის ასევე განსაკუთრებული წვლილი, რომელიც რევოლუციები, რომელიც საერთო ჯამში მოწოდებული იყო ძალადობით ხელისუფლების შეცვლისკენ, ამ ყველაფრის გამკლავება უწევდა ბატონ ვახტანგ გომელაურს და ამას წარმატებითაც აკეთებდა. გომელაურის გადადგომის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ხარაზიშვილმა იგივე ხარებამაც დატოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.